time ago that the EPP presidency declaration which spoke of backsliding in Georgia EPP-ის სახელით გაკეთდა განცხადება ისევე როგორც ევროპარლამენტის 23 წევრმა მოგწერა წერილი და მედიის თავისუფლებაზე ამ საბჭოს გადაწყვეტილებას თქვენ უწოდეთ ტყუილი და სასერცხვილო. როგორია თქვენი პასუხი ჩემდამი დღეს ამ კრიტიკის საპასუხოდ? Prime Minister. I think that ზოგიერთი გამოთქმა სახალხო პარტიის წარმომადგენლების ან სხვა ევროპული სტრუქტურის თანამშრომლების მხრიდან ძალიან ხშირად ეფუძნებოდა ცალმხრივ ინფორმაციას, რომელსაც ავრცელებდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. ავრცელებდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ისინი იყვნენ დახვეწილნი ინფორმაციის გავრცელებაში და ძალიან ხშირად სიცრუეს ავრცელებდნენ. შესაბამისად, ჩემთვის გასაგებია, რატომ ხდებოდა ეს. მე ძალიან ბევრ წარმომადგენელს უკვე შევხვდი სახალხო პარტიის, ძალიან დიდ პატივისცემას გამოვხატავ ყველაზე დიდი პარტიის მიმართ და მისი ლიდერების მე უკვე ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა კიდევ ვიმეორებ და მომავალში მე ვფიქრობ, რომ ეს გაუგებრობები, რაც არსებობდა მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციის საფუძველზე დაყრდნობით, მომავალში აღარ იქნება და ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლობთ ყველა ევროპულ პარტიასთან, მათ რიცხვში სახალხო პარტიასთან.